ძლიერი საქართველო ლელოს განცხადებით, დედაქალაქში 10,000-ზე მეტი ავარიული შენობაა, რაც 10,000-ობით ოჯახს სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ ამყოფებს. კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ ავარიული შენობები მხოლოდ ურბანული პრობლემა არ არის და ეს ქართული ოცნებისა და პერსონალურად კახა კალაძის მმართველობის პირობებში უსაფრთხოების უმძიმესი კრიზისია. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარზე მეტია, თუმცა ავარიული შენობების გამაგრებისთვის მხოლოდ 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. მხოლოდ 7 მილიონი ლარი არის გამოყოფილი ავარიული შენობების გამაგრებისთვის. ეს არის 0.4%-ზე ნაკლები. ერთი მხრივ გვაქვს 10,000 ავარიული შენობა და მეორეს მხრივ 7 მილიონი ლარი. ეს არ არის პრობლემის სისტემური გადაწყვეტა, ეს ვერ მოახდენს პრევენციას, რომ დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ეს არის ავარიული კორპუსების უზარმაზარ ბზარებზე იზოლაციური ლენტის დაკვრის ტოლფასი. ჩვენს კოალიციას ლელო ძლიერ საქართველოს საკრებულოს პირველივე სხდომაზე გქონდა ინიციატივა, რომ მინიმუმ 50 მილიონ ლარამდე გაგვეზარდა ავარიული შენობების გამაგრების ბიუჯეტი და შემდეგ ყოველწლიურად გაგვეორმაგებინა. თუმცა ეს ინიციატივა ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ არ იყო მხარდაჭერილი. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ ყურად იღოს ჩვენი ინიციატივები და მხარი დაუჭიროს.